მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე. სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ტელეჟურნალისტი, სამხედრო ჟურნალისტი, პოეტი და მწერალი. გერმანიისა და საქართველოს მწერალთა კავშირების წევრი, ჟურნალისტთა საერთაშორისო პრემიით ოქროს ფრთა დაჯილდოებული, სატელეკომუნიკაციო მენეჯმენტის განხრით გერმანიის ქალაქ დეტმოლდის აკადემიის კურსდამთავრებული ჯიმშერ ბედიანაშვილი. უეჭველად გამოგრჩა გარკვეული რეგალიები, მაგრამ მათ ჩამოთვლა ძალიან ბევრ დროს წაიღებდა, და ასე რომ მოგესალმებით ბატონო ჯიმშერ, დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მოგზაურობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრის პერსპექტივის. მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია თქვენთან. კი ბატონო. დაგელოდები, უსათვლოდ დაგელოდები. ნისლი დაბურავს ციდან ცამდე გადატყორცნილ მთებს. გაფრინდებიან თბილქვეყნებში თეთრი გედები და შის ნაკვალევს წაშლის წყნარი ფოთოლცვენის თვეც. 1984 წელს დაწერილი ამ სტრიქონების ავტორი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ მალე და მერე ლამის მთელი ცხოვრება დანის პირზე მოუწევდა სიარო. ყველაფერი კი ეროვნული მოძრაობით დაიწყო 88 წლის ნოემბრის აქციებით. დღეების გახსენებას გთხოვთ ჯიმი. მაშინ აღკომში მუშაობდი, ახალი ვერელი თქვა. მუშაობდი და რა თქმა უნდა, სულები მიყავეთ, ბოლოს გადაწყვეტილი მიყო მონაწილეობა, რომ მაშინ ცოტა რისკი იყო ჟურნალისტისთვის, ახლა აქციაში ვიყო, შეიძლება სამსახურიდან გაემყარეს პრობლემა, ვინ უყურებდა მაგას მაშინ. მივიღე მონაწილეობა, სამსახურში სხვათა შორის ძალიან კარგად მიიღესებდა. იქ პათოსი სხვაგვარი იყო, ახალგაზრდა კომუნისტშიც კი და მით უფრო როცა ივერიელად გადაკეთდა საერთოდ. ხო და ძალიან ამაღლებელი იყო, ძალიან შინაგანად ემოციური იყო, ახლა სამშობლოს აღქმას, სამშობლოს შეგრძნება, ჩვენაც სხვათაობა ვიყავით, სხვანაირად გაძლიერებული ვიყავით, ახლა ცოტა უფრო იყო პერიოდული ჯერ და კონკავშირის რაღაც, მე რომ შევხედე და რომ უფრო მეტად ღრმად ჩავიხედე, მე ვხვდი რომ იქ იყო ჩემი სამშობლო იმ აქციაზე და დავრჩი. დავრჩი. პარალელურად ჯერ კიდევ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტში ჩაბარებამდე თქვენ აკომელი, ანუ ახალგაზრდა ივერიაში რომ მუშაობდით, ჯერ კიდევ დიპლომი არ ქონდათ, კი არა, ჩაბარებულიც არ ქონდათ, მე როგორც მახსოვს, ხო? მანამდე და 99 წლიდან კი საქართველოს ტელერადიო დეპარტამენტში განაგრძეთ მუშაობა. განსაკუთრებით საინტერესო მაინც იმავე პერიოდში თქვენს მიერ ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემული არაფორმალური გაზეთი დემოკრატი იყო, რომლის რუსულ ვერსიებს საბჭოთა კავშირის ქალაქებში აგზავნიდით. ახლა გასაგებია რატომაც, მაგრამ მაინც უფრო დაგვიზუსტეთ ეს ყველაფერი. ანუ თქვენ არა მხოლოდ საქართველოზე ფიქრობდით, მაგრამ მინდა რომ თქვენ გააკეთოთ კომენტარი. ახლა ეს პერიოდი იყო, რომ ინფორმაცია დაასრულებოდა, ან საერთოდ არ ვრცელდებოდა. ახლა საქართველოში რა ხდებოდა, რუსეთში სხვანაირად გადმოსწრებოდა. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ ეს არაფორმალური გაზეთი რომ გამოვეცეთ, ქართულად გამოვეცეთ, მე რუსულადაც ვაპირებთ, ინგლისურადაც, სხვათა შორის უბრალოდ აღარ დავსწავლდა. და საკმაოდ დიდი ტირაჟი გამოდიოდა, ორივე ნომერი ქართული და რუსული, სადღაც 50,000 ტირაჟი გამოდიოდა. რუსულს ვაგზავნით, რა თქმა უნდა, რუსეთში აეროპორტის საშუალებით ვატანდით ხალხს. არა მხოლოდ, ალბათ სხვა რესპუბლიკებში. არა, რესპუბლიკებში ხო, საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში ვაგზავნით, რა თქმა უნდა და მაგალითად ბაქოს ამბებიც რო იყო, რომ დახოცეს იმდენად და ვეგენის ფოტოები ყველაფერი. მაგას საბჭოთა მედიით ვერ გაიგებდი, ასე. ვერ გაიგებდი. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვინ აი რასაც საბჭოთა მედიით ვერ გაიგებდით, ყველაფერს წერდით. ჩვენს მოძრაობა და რომ მოძრაობა. თუ დიდი საქმე იყო. პროსოდო ატომ ვიბრძოლით ის კი არა, აი ჩვენ ახლა როგორც გამოსცემდნენ რომ იქ ვიღაცები ვიყავით და რაღაცა. ატომ ვიბრძოლით და რა რუსული პროპაგანდა სამწუხაროდ დიდი ხანია ჩვენი. ნიღაბ ჩამოხსნილია, მაგრამ მაშინ არ იყო. მაშინ ამას თქვენ აკეთებდით პირველად და ძალიან დიდი რისკიც იყო, გამბედაობა იყო, რა ვიცი, თუ ხმამაღლა ნათქვამი არ გამომივა, მიერობაც იყო, იმიტომ რომ კაცმა არ იცის მაგის გამო რა შეიძლებოდა. იყო სახშობლოების. კი, რა მაგის მეტი რა იქნებოდა, ასე რომ ძალიან დიდი საქმე. და შემდეგ კითხვაზე გადავალთ, ესე
ის რა არ უნდა აკეხო განგაში იმის გამო რომ შენი სიკეთე ვერ დაინახეს შენ კი არა ქრისტეს არ დაუნახეს სიკეთე რაც სწორია მთელი ცხოვრება ის უნდა აკეთო მიუხედავად იმისა ამას დაინახავენ თუ არ დაინახავენ ადამიანები მამა შალვა კეკელიას ეს შეგონება ახლა კი არა 10 წლის წინ როცა ჯერ კიდევ იწყებდით სამხედრო ჟურნალისტის ძალიან ძიმე და სარისკო ხიფათით სავსე ცხოვრებას თქვენი ცხოვრების კრედო იყო თავი როგორც ქრისტიანის დასაგებია თქვენს პირველ მივლინებას როგორ გაიხსენებთ უკვე ლამის ოკუპირებულ სოხუმში როცა ტელევიზიის თანამშრომელი ქალბატონი შეშფოთებული გაფრთხილებდათ და არც უსაფუძვლოდ მართალია სადმე დიხარ ჯემი ავატყობ დედას და პატარა ნათიას ანუ თქვენს პირშოს მიხედეთ ამას არავინ დაგიფასებთ ამ თავგანწირვას არავინ დაგიფასებთო და აი მე თქვენი წიგნიდან ძალიან ძიმე წასაკითხი და დოკუმენტური წიგნიდან რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი ასეთი სტრიქონები არა ამოვიკითხე არ დაგიფასებენ მე გაცილებდათ რუსი სამხედროებით ავსებული სოხუმისკენ ძიმე ლაიტმოტივი ეს იმ წიგნიდან მოვიდა ჩვენამდე რომლის პასუხიც თქვენი მხრივ ცალსახა იყო არ დამიფასებენ და ნუ დამიფასებენ როგორ ფიქრობთ დაგიფასდათ იცით როცა ადამიანი აკეთებ იმას რაც გულით გინდა როცა ადამიანი აკეთებ იმას რისაც გჭირდა და როცა შენში ეს ყველაფერი ის კი არა მაგეგან თლ შენი არსება დაფასებულია თავის საკუთარ შინაგანი რაც სწორად მიგაჩნია მართალია შენი სულიერი სიმშვიდე მე ამას ჩემი სულიერი სიმშვიდე ვიყო ყველაფერს რასაც ვაკეთებ ჩემი სულიერი სიმშვიდე ვიყო ძალიან კარგად თავს თუმცა მეორე საშინელი ყოველგვარ პასუხს არც ველოდი, იმიტომ რომ გასაგებია თქვენი მთელი ცხოვრებისგან და იმ განსაკუთრებით იმ წიგნიდან, სადაც ყველაფერს თავის სახელი ქვია. თან მე ის ვიყავი, არა უშტატო კორესპონდენტი ვიყავი, საკუთრებაში უშტატო კორესპონდენტი ვიყავი, დამარეთებული პრობლემას კი შემექნა უდაუტაში უზვასა რომ მოვიტანოთ უზვასად გამართი შემთხვევით ნახა მივლინებაში რომ უშტატო როგორ გვაკადრეს უსტატო რას რედაქტორ კაცო დავიჯექე შედაკუშტეთ თითქოს ამას კონდეს ნიშნული კი ბატონო მოგვიანებით საქართველოს ტელერადიო დეპარტამენტის სპეციალური კორესპონდენტი გახდით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და 91-93 წლების მოვლენებს ვიდეოკამერით იღებდით თბილისშიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც და პერიოდის ყველაზე მძიმე დღესაც ცხოვრების გაკვეთილად გამოსადეგი ეპიზოდებიდან ალბათ ის თქვენი ვიდეო მასალა გამოდგება, რომელსაც ვაჩვენებ ჩვენს მაყურებელს და ეს მინდა თქვენ ბრძანოთ, რომ ეს ვიდეო მასალა ჯერ ეს მასალა არ გამოქვეყნებულა. მე ძალიან ბევრი მასალა მაქვს ინტერნეტში რაც აქვს ომები და ეს უბედურობა რაც საქართველოში ძალიან დიდი ნაწილი ჩემი გადაღებულია. კი. ბევრი მასალა არ დამიდია უბრალოდ მე უფრო დრო გავიდეს ვიდეო ადამიანები ჩანა რომელს რაღაცები დააშავს ამ ერთმანეთს განათლებული იმაზე მე არ მინდა ჩემს გამოკიდე ვიღაცას ეს ამათ დრო დაალაგებს რა თქმა უნდა უნდა ითქვას ეს ყველაფერი ბევრი დავდე ბევრს კიდე დავდე და ბევრმა კიდე გამოგვიყვება მასალები მაგრამ ნელა გამოგვიყვება უკვე ეს ერთი მასალა რომელიც დღეს გავა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩემთვის იმიტომ რომ მაშინ იყო რომ მხედრიონმა ფოცი რუსული ტექნიკით აიღო რუსების დახმარებით რუსებმა გამოიყვანეს ტექნიკა ქუთაისში დისლოცირებულმა რუსულმა ჯარმა და იმით წავიდნენ ფოცზე და ერპორტის დამცველები მაღლა იყვნენ ხესის მაღლა და ხო შეიძლება ამოვიდე მეთქი მაღლა დაგელაპარაკოთ მეთქი და კიო ძალიან ესე მეგობრებო დავედი გადავიღე და ხო ჩამოდით მეოთხარი დაილაპარაკე და მხედრიონებთან იქნებ იქნებ მოძებნოთ საერთო ენა ქართველები კი ჩამოვიდნენ რა თქმა უნდა ჯერ ერთი ჩამოვიდა ისაუბრე ესე კი ჩანს კადრებში ძალიან ჩემთვის ძალიან ესეთი ამაღელვებელია ეს საუბარი მე სხვაებით ჩამოვიდნენ მე მოხდა რაღაცა და მე ვიღაცა მისროლა ბიჭმა სოფლიდან და მხედრონებს εκεί მოვუკლა მე მოგადაღების ეს საშუალო ფაქტორად რაღაც მომწეს და მე მოხდა სროლად და ჩახოცეს ადამიანი რომლებიც ამ საუბრის მერე ერთმანეთს დახოცავს ეს იყო ჩემი ზამთრიული
დღემდე ნომინალურია. და ამის დაგდებაც ინტერნეტში ამდენ ხანი მიწდა. მიკავებდის თავს. კი. ამ დღეს პირველად აი დღეს პირველად ჩვენ ეს მძიმე კადრები, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ ალბათ. უნდა იცოდეს ხო? თუნდაც იმიტომ რომ აღარ გამეორდეს, აღარ გამეორდეს. და ამ დავაში ძალიან კარგად ეს ორი ქართული რომის ერთი და იგივეა. ამავდროულად მაინც გახლეჩილი. დაპირისპირება. კი, ძალიან ესეთი ყველაზე დიდი საშიშროება პატარა ერთ ჩვენს ქართულ ვერსს ეს დაპირისპირება, ეს მოусმენლობა ერთმანეთის, უსურვილობა იმისა, რომ საერთო ენა გამოვძებნოთ. კატასტროფამდე მიგვიყვანს ალბათ, თუ ამაზე ყველა არ დაფიქრდა. ამიტომ ეს ვიდეო პირადად ჩემთვის ძალიან ძვირფასია. Ola davzul. Şeşe tasbih ediyor. Şex aramsa xoy çevir çoğalas uşaq. Ne? Всё. Araberi to iki წავიდე. Просто რა, აი ვაფშე რა გვითავშილია. თუ გინდა, ნესრული. რატო და გესროლ, გავაგებ. ავტომატ არა. რატო? ის გესროლ. ის ჩვენ არავის ჩვენ მივდივართ ჩვენ სამშობლოში. კრუგიგვია, დავარტყარ და წავართ უკან რა, всё. ჩვენ მიწაზე უფლება გვაქვს რომ გავიაროთ. გადაკეთილი გაქვს თქვენ გზას, ხო? გადავხსნათ ეს დავლული. შევალ წამოვარდ და კაცი, იარაღის რა შემოდება? იარაღით რატო ხვდებით? რატო ხვდებით? თქვენ მოდიხართ ხო იარაღი? ჩვენ ჯარი ვარ, ძმაო. ჩვენ რა ვარ? თქვენ ჯარი ხართ. შევხვდეთ ეს მეზაგერ, გადავკოცროთ და ერთად შევიდეთ და ერთად გამოვიდეთ, всё? კაცო? მე არა ვარ ამის. всё. შენ თუ გაწყვეტ. всё. და ჯარი ვარ, თქვენ ჯარი. არა, ორი ჯარი საქართველოს რა შეიძლება, შევერთეთ ერთად ანჯობია. ისიც შეიძლება. ჩამოდი, დანა, აჭყუბრადან, ჩვენ არა ვართ ის ნახე რომ ვესწავლოთ და პრეფექტები დავიშეროთ და ისე. მოდი მაშინ თქვენ ჩვენ შეგვია. ჩემი თავი გერასვალო. შეგიერთებით. ჩვენ გვარდიაში რა არის? შეგიერთებით. რატო შეგიერთებით? ვინ გვიხელძღვანელებს? ვინ გვიხელძღვანელებს? ვინ? ხო. ჩემი თავი გერასვალო, თქვენთან ვიქნებით. თანახმავართ. თუ დაგაფიქსირე უკვე, მოგეშ. კაცო, აბა? ის არ მინდაო. აი ის მომენტში რომ გაჩერებულიყო, სადაც საჭირო იყო, დღეს გმირი იქნებოდა გარაცხა. იუკაზის ჩამოგდება, თქო, არ შეიძლება და. ამდენი, ბიჭო 9 აპრილის. რა მაინცა ჩარი გთხოვ რა. ორი ხალდი ვარ მე შენი. რა რა მინდა? ო, ყველა. იგავ პროსო. რა ვიდა შემოძა რა. იარძო ვედა. ეს იქანა გადასული თქვენი ხალხი. არა, ჟურნალისტები გოუში სამი კაცი, სამი. აბლატო, ბიჭო. პარალელის გავლება დღევანდელობასთან ისე პოლარიზებულია ჩვენი საზოგადოება, საკმაოდ ძაფრადაც. ტყის როლამდე არ მიდის საქმე და მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს და ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ თავისთავად ის რომ ერთმანეთის მოსმენა არ უნდათ ერთიერის შვილებს. იმიტომ რომ დისკუსია იმას ქვია, რომ შენ გინდა რაღაცა სიმართლე გაიგო, ჭეშმარიტება დაადგინო, ქვეყანას რა ეშველება, აი გამოსავალი მოძებნოს ორივე მხარემ, ორივე სურვილი ხო უნდა ეს იყოს და აი ამის სურვილი რომ არ ეტყობათ. პირადად ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია. თქვენ ახლა შემოგამოსილება გაქვთ და ეს იყო ყოველთვის ერთმანეთს ამოსვენის სურვილი. მე ერთმანეთის პროვოკაციები, მაშინა ჯერ კიდევ 90-იან წლებში და ამ რაღაცას ახლა მე კიდევ გეტყვით, მე მაშინდორი კადრები მაქვს, არიცის კიდე და ჩანს ამაში სულ მაგაზე ბრაზილი სულ მაგაზე თან მე ვიღებდი ქუჩაში მე არ დაყვებოდი ხელისუფლებას ასე კი იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებას იღებდა და ისედაც ორი კადრები ქუჩაში იშვიათად და მთელი ჩემი კადრები რაც არის ეს არის ქუჩაში გადაღებული კადრები და სიმართლე კიდე ყოველთვის ქუჩაში იმიტომ რომ ჟურნალისტი არის მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენელი ის
გახსოვთ ახლა თქვენ დადიოდით ლექციებზე და იმ ლექციების მერე იმ ხელა ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მინდოდა თქვენ ქონოდათ ამის რწმენა და მართლა ვამაყობ, აი მითი მთელი შენი ცხოვრებით, რომ ჟურნალისტი არ არის დამსახურება თქვენი და ყველას მასწავლებელი და ამისენის აი ერთად ოინ ოჯახის იმ დიდებული ოჯახის მე ბევრი მიფიქრე და მინდოდა თქვენი მეუღლის მოწოვა, მაგრამ ის კალბატონი გმირია ჩემოჯინი, მე რო შენს ცხოვრებას უყურებ ეს რო აიტანო მოყვარულმა ადამიანმა ამას რო გაუძლო მე რომ მეკითხებოდეს ვინმე დავაჯილდოვებდი ამ ქალბატონს ამის გადატანა ხო გინდა ორი შვილის მამა სულდანის პირზე სულ წყლის სულ ყუმბარის გაფეთქების საშიშროების ქვეშ ამას ყველა ქალბატონი ძალიან იშვიათი ამას აიტანს გაუძლებს და რეჟისორულად და ბოლომდე ასე რომ ოჯახი პირველ ყო ის დედა რომელიც როგორია ხა შვილი მიდის და არ იცი საათ ვიცი რომ კაცს არაფერს დამარტებენ ხო მაგრამ ეს მისი პრინციპია და იქ შენ ხმასაც ვერ იღებ სასწრაფოდ ვერ დაგიშვია და არ დაგიშვია და ჩემი სიკვდილის ნებას ხო ჩამოვყანეს ტელევიზორშიც კავშირდა მაშინ ტელევიზორში ჟურნალისტობა ტელეტრაპეთკი და სვანტისტებში მაგით სამჯერ გადავფრინდები და მეოთხედ შემთხვევით ჩამოვედი და შემეშალა მეორე ვერტალებში ჩავჯექი და ეს ვაფრინდა და აფეთქე და ყველა ხოთამ ნახარ მე ქვი და ეგონა და ჩემებსაც შეაწყობილი ჯიმი დაეღუპა ტელევიზორში და ისა მაშინ რომ ჟურნალისტი დაეღუპა იქო და როგორი ესე ცოცხალ როყავი ასე რომ პირველ ყოვლისა ეს ოჯახის ამბავია იქიდან მოდის ის შენი მეორე ის რომ ეს პროფესია არ არის ის რათაც დღეს აქცია არა მარტო საქართველოში ეს პრობლემა ჯიმი ვიღაცას არ აწყობს ჭკვიანი ჟურნალისტი იცით იმიტომ რომ ჩვენ ხო გახსოვთ რას ვამბობდით რომ მეოთხე ხელისუფლება იმიტომ დაარქვეს მას სხვათა შორის ინგლისელმა პარლამენტარმა ბიორკმა დაარქვა რომ ის იმ სამი შტოს ხელისუფლების სამი შტოს ცოდვებისგან უნდა იცავდეს საზოგადოებას ახლა არ მინდა ლექცია გამომივიდეს მით უფრო შენის არ გჭირდება მაგრამ აი ეს დღეს ძალიან ცოტა ჟურნალისტმა იცის და ვინც იცის იმასაც არ აწყობს რატომღაც არა რომელიღაც ხელისუფლების რომელიღაც შტოსთან ურჩევნია შეეკრა და ნუ ამის იქეთ რა იმალება მე და თქვენ კარგად ვიცით ამიტომ აი მინდა ამის გახაზვა მაყურებლისთვის თორე თქვენ ეს არ გჭირდება მეც მაგის მომხრები მე ხელისუფლების მეტაფორა ეს ზეწოდება ჩამოერთვა დღეს ჟურნალისტიკა დიდწილად და ჟურნალისტები მიდიან ამაზე სამწუხაროდ და ერთმა ძალიან კარგმა სტუდენტს ვეძახი მე ყველას ვინც 45 წლის განმავლობაში ჩემს ხელში გაიარა ის უკვე დამოუკიდებელი მკვლევარია თქვა რომ კარის მასხარად აქციეს ჟურნალისტიკა ეს საშინელება ჩვენთვის ვისაც გვიყვარს ეს პროფესია და ვინც კამერით მე ისიც მახსოვს შენ რომ მითხარი რომ წავედი კამერით მაგრამ დავიჭირე ცალხელში არ არის იმიტომ რომ ომში ვიყავი და ეს ხოვლება არ მქონდა რაც უნახებდა და რაც უბრალოდ კამერით იმის ხურება რაც ხდება ის კამერით ხურება უზნეობა იქნებოდა და აი იარაღი მე განაგზეთ იარაღით და არც კამერა დაგიდიეთ მე როგორც იცი მიუხედავად იმისა რომ აგიგზალეთ კი ვაიც ახლა იყო მომენტები რომელიც არ გადადობა არ შეიძლება ტენტოთა და ეს ისტორია ეს ყველაფერი არის ჩვენი ისტორია რომელიც ეს არის გმირობა პროფესიული გმირობა მე თუ მკითხავ, ნამდვილად არ არის ეს ხმაურმა ნათქვამი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და აი ეს კადრებიც ნელ-ნელა გამჟღავნდება და ის კეთილშობილური დამოკიდებულებაა შენი პროფესიისადმი, რომ ჰიპოკრატეს ფიცის ანალოგიურად ჩვენ მაგასაც სწავლობდით, რომ არ ჟურნალისტმა უნდა ავნოს არავის, ხო? არ ავნო ჩვენი ოქროს ცნებაც არის და აი ამ არავნოს პრინციპით თქვენ დღემდე შემოინახეთ ეს კადრი და კიდევ ბევრი კადრი, რომელიც დარჩა და ეს არის არქივში და ეს იდებული არქივი ხანახლა დავდები ხოლმე ეს ყველაფერი მახსენდება ეს რაც იყო თავიდან გაივლი თან მე არაფერი ხო გეუბნები მე როგორც იყო სტატისტიკები არცნული ერთი მხარე გამოსაგებია სადაც კი შემიძლია ზოგან არ მიშვებდნენ შენ იმისი ხარ არავისი ვარ გეუბნები რასვა ხო გეკითხებენ ვისი ჟურნალისტი ხარ არა ჟურნალისტი არა ვარ ვიღებ არა შენ სხვისი ჟურნალისტი ხარ არავისი არ უნდა იყოს ჟურნალისტი ის აღარ არის ჟურნალისტი ვიღაცის არის თვითონ პოლიციაში აქვს თავის ანდერჩი რომ ხარე არ უნდა იყოს ჟურნალისტი და ბოლოს ამბობს რომ თუ ეს არ შეგიძლია
დროზე დატოვა ეს პროფესია, წასვლა უფრო ნაკლებად სამარცხვინო ვიდრე დარჩენა და ამ ზნეობრივი პოსტულატების არ შესრულება. კარგი ილიას არ უჯერებთ, პულიცერს დაუჯერებთ, ბატონო რაკი ჩვენ ხო გასაგებია. უფრო სწორად საკუთარ შინაგან ხმას და სიმდის ჯიმი და მართლა ამაყივარ და მადლობელი რომ შემთელი ცხოვრება ასე გავუნდა. და იმიტომაც დღეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბრძანდები და ბოლოს თქვენი ლამის 30 წლიანი იმიგრანტული ცხოვრება იძულებით სწორედ იმ დოკუმენტური კადრების გამო რომელსაც ეძებდა და ვერ პოულობდა თქვენთან გარკვეული ძალა ოჯახის უსაფრთხოებისთვის მოგიხდათ ყივილამდე საყვარელი სამშობლოს დატოვება და ძალიან მძიმე პირობებში ოჯახით წასვლა გერმანიაში და მოთხოვნა სამშობლოსა. ყოველ სამშობლოში მოდიოდნენ მეჭერდნენ 3-4 მანქანით შემოვიწუდებოდნენ, წამიყვანდნენ, ვეკითხებოდა რატო დამიჭერდო? გეტყვით. საღამოო ლაპარაკობდით ყველაფერზე, რაზეც შეიძლება გარდა იმისა, რატო დამიჭერეს. საღამოზე პოლიციის მიხვდნენ ბატონო ჯიმში რა უწოდეთ ვიღავი გამომიშვა. რას გერჩოდნენ არა? არასოდეს, დედის უსწრისო მართლა მაინტერესებს. რატო მიჭერდნენ? მე ყველაფერს ამს უკან. მე თქვენს ტექსტს ვკითხულობდი, მომეჩვენოს დაშინების პოლიტიკა. მე ეგრევე დაშინების ტერორი და რომ გამაქციონ. და გამაქცია და შვილების გულზე ბავშვებს დაეწყოთ უკვე. არა, როცა პრობლემები და შვილების გულზე რასიზმი. მაგრამ მეორეს მხრივ ჯიმი ახლა უნდა გითხრა არ ვიცი აქამდე მე მგონი არ მithქვა შენთვის მე ხო ვიცოდი ეს ყველაფერი შენ პრობლემები ვესაუბრე და ძალიან შეწუხდი შევშინდი რომ ესე გდევნია და უკვე ბავშვების სიცოცხლის საფრთხეა და ოჯახის საფრთხე და არ ვიცი რა გავაკეთო და იმიტომ რომ ეს მასალები უნდათ გაენადგურებია და თქვენგან ვერ მიიღეს და გასაგებია ხო უცებ ჯიმი ბედიანაშვილი გაქრა ჩემი თვალსაჩინოდან არ თანაკურსელებმა თბილისში არ არის რუსთავში არ არის ჯარში არ არის იქ არ არის აქ არ არის სად არის და ხა კაფს რას იფიქრებ და ერთ დღეს ვუყურებ ტელევიზორს და შვაბუ გერმანიაში ფრიალებს უზარმაზარ ქართული დროშა ეხაც მიჭირს უცრემლად ამის გახსენება და ჯიმი ბედიანაშვილი ყურებამდე გაღიმებული გამოსცა ქართული ემიგრანტული გაზეთი ახალი ივერია ძალიან დიდი ტირაჟით იყო როგორც ახსოვს და ძალიან საინტერესო ემიგრანტი ქართველებისთვის გახსნა საკვირაო სკოლები ემიგრანტი ქართველების შვილებისთვის და არაერთი თუ არ ვცდები ხო და გარდა მაგისა იქ სწავლაც გააგრძელეთ ხორიშილი ოჯახი ემიგრანტის მძიმე ცხოვრებით აი ეს ადამიანს უნდოდეს თორე შეუძლებელი ხო არაფერია და ამის შემდეგ უკვე ქართული კულტურის დღეები 2008 წელს რუსეთის საელჩოს წინ მოწყობილი საპროტესტო სერიოზული აქციის ორგანიზება და ვიცი ალბათ მართლა არ გვეყოფა ჩვენ ერთი საათი ყველაფრის ჩამოსათვლად დანარჩენზე თქვენი საუბრით თორე გამოდის რომ ხა გერმანიაში წასულა ჩვენ ვიცი რომ ძალიან დიდ საქმეებს აკეთებთ იქ პატარა საქართველოს შექმნა გერმანიაში თქო ძალიან უცხოელად ამას ვეუბნები ჩვენს სტუდენტებს ბატონე ზურაბ კაპიტანი კურება ჩემთან წასვლა არ უნდა და რა მინდა იქ უკეთ საქართველოს აკეთებ რა მინდა იქ რო წავიდე მაგრამ იდეალური პიროვნება კი ნამდვილად რა ვიცი ხო ჩვენც რო წავედით გერმანიაში ხო ბავშვები პატარები იყვნენ 5 წლის და 7 წლის და ხო უცხო ქვეყანაში უცხო გარემოში ხო არაფერი არ გამოჩნდა ენაც არ იცოდი. კი არა, ნატიან პირველი რაც ვკითხა, მამა გავღარებდითო. უიში. ის პირველი შეკითხვა ეგდამის რომ არაფერი არ ქონდა და მე ცოტა მიბაძვა დაიწყო გერმანელებზე, რომ იმათნაირი ყოფილიყვნენ და ეს არ მომეწონა და დაუძახე ორივე და უცხარი რომ ეხლა თქვენ რაც არ უნდა მიბაძოთ ეხლა გერმანელებს ვერ გახდებთ. ხო, იქნებით ცუდი ასლები. და იქნები ყოველთვის, საათ აქცინის იმასა. მაგას ჯობია იყოთ კარგი ქართველები. მეოთხე და პატივი იქცენ როგორც კარგი ქართველებს. და აი მიხარელი ბავშვებმა ეს მართლა სერიოზულად მიიღეს და უკვე იქცეოდ არაფარს არ ბაწავდნენ. აი ეს ქართველები ვარ და ქართველები. ძალიან მართლა ბერმენ პატრიციამ და მაგიტომ და ქართული სკოლაც პირველი მაგიტომ გავხსენეთ რომ ბავშვებს უკვე ენა
სწავლდებათ, რა თქმა უნდა. 99-ში გავხსენეთ პირველი სკოლა, მერაბ ჯაფარიძესთან და შალვა მინდენში სკოლა გავხსენეთ. მე სამეცნიერო სკოლაში სამწუხაროდ ბილფელდში გავხსენეთ, მინდენში მას 60 კილომეტრი იყო მიჭირდა ყოველ წასვლა დამოსვლა. და რატომაც არ იყოს მეორე სკოლას. ასე პირველი სკოლა მე შემიძლია ვთქვა ახალი ემიგრაციაში ემიგრანტი ასე რომ მოწაფის გარეშე არ დარჩება და სმენელის გარეშე. რა საკმაოდ ბავშვების მას ძალიან კარგად იმას აგრძელებს და თანის იმდენად მონდომებულები მას სკოლა რომ გავხსენეთ უკვე ერთ თვეში სახლებში ვამზადებდით ბავშვებს როგორ სახალხო კონცერტი გავაკეთეთ ძალიან კარგი. ერთ თვეში ამ სახლებში ერთმანეთს ხვდებოდნენ არც ადგილი ქონა არც არაფერი. ამ როცა მონდომება როცა გული დინა ყველაფერს გა. გინდოდ ეს. ეს ვერ მომდევნო და ყოველთვის ვაკეთებ დიდ ღონისძიებებს. მე ამჭირდება აფიშირება, ისე რომ ღონისძიება გვაქვს მოდი. პირიქით რომ ღონისძიება დავთავრდება მე როდე Facebook-ზე და ბევრი მემძურება რატო? იმიტომ რომ წინასწარ იმდენ ხალხი მოვერ დავწევ. ვერ დადი. მართლა ვერ დავწევ. რასაკეთ? ერთხელ იყო რეზოჩკი. კარომელი ქართველი არ მოვა იქ. რეზოჩკი შეუნა ჩემ მეგობარს და ანდი პატუსზე მიყო ჩამოსული და შაკრიბა ჯერი მასამასი არაგველიო. იმდენ ხალხი მართლა იმდენ გასწევ. ძალიან ბევრი იყო. ეხლა მაგასაც უფრთხილებდა ხოლმე იყოს საშუალება რომ და ვისაც მოიწვევ და კარგი ჩემო კარგო. ამავე წელს 2008-ში, როცა ის საპროტესტო აქცია მოაწყოთ, გამოვიდა თქვენი პუბლიცისტური დოკუმენტური წიგნი. გზა არაფრისკენ. ეს არის პირველი ნაწილი, რომელიც მიდის სახლში და პერიოდულად ვკითხულობ და სულ ფიქრობ, რომ აი ეს წიგნი ალბათ სკოლაში უფროს კლასელებს უნდა წააკითხო. თუნდაც კლას გარეშე კითხვის დარგლებში, რომ ჯერ ერთი და ისტორიაა. მე არის ძალიან მეტი გაფრთხილება, რომ სადამდე მივყავართ აგრესიას, სადამდე მივყავართ ამ პატარა ერის შვილების დაპირისპირებას. ქართველთან ქართველის დაპირისპირებას. იქ სადაც ეხლა მე არ მინდა თბილისში გავიზარდე და ჩემთვის უცხოხილი არ არის ეს ინტერნაციონალიზმი და ებრაელების უბანში ვიყავი მერვე კლასამდე ერთ ოჯახად ცხოვრობდით. რომელი ყველაზე თავხედი იკადრებდა იმის თქმას, რომ შენ ქართველი არ ახარ, ცუდი ხარ. წარმოუდგენელი. ეს ისეთი სირცხვილი იყო, თავში არ მოსდიოდა არავის და ის აზერბაიჯანელი დაძმა როგორ დაგეხმარათ იქ. მაშინ როცა აქედან ქართულ ძალოსნებს თუ რა ქვიათ ხსენებაც არ მინდა. ოფიციალურ პირებს გაეკეცით, ხო? აქ. სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომლებიც გზდევდნენ ფაქტობრივი მასალისთვის, დოკუმენტური კადრების გადაღება. საპასპორტო მაგილის უფროსმა შეუმიცვალა დედაჩემ და მისი მეუღლე მეგობრობდნენ და შემოვითვალა მეუღლის საქმით, რომ გაასწავლეთ რომ მოკლავნა და მე კი გამოვიდა ბოლო ესე გულა. ძულებული ყავით რომ წასულიყავით. ასე რომ აი რაღაცნაირად აი გაფრთხილებასავით, გამოცდილება უზარმაზარი თავს წირავდით, ხო ეს თავგანწირვა უნდა სხვისთვის მაგალითად მაინც გამოდგეს ხო? ამიტომ აი ეს გზა არაფრისკენ და მე სულ ველოდები მეორე ნაწილს და აი გადნერდები და შემოგთავაზებ სათაურს. გზა ტაძრისაკენ. მეორე ნაწილი იქნება ასეთი იყო ჯიბი თუ მოგეწონებათ ჩემი. მე დავწერე, იმიტომ რომ მე ამბობდა რომ ჩემი ირადის გამოჩნდა და მე მინდა ყველაფერი მაგრამ ზუსტად ისე დავწერე როგორც იყო აი ჩემი იმის გარეშე, იმიტომ რომ ეს ისტორიული უნდა იყოს, ისტორიის გაყალბება არ შეიძლება. შესწავლის უფლება არა. მაგრამ თქვენი თვალთახედვა რო ამიტომ ამიტომ სახელ და გვარებს ვიძახი ადამიანების, როგორც იყო რომ ამიტომ მაგრამ ვინც ცუდი გააკეთა იმას გვარები შეუწვალა და სახელები მარტო მაგათ შეუწვალა. განარჩენი ყველა სახელი და გვარით როგორ შეუძლია მართლა ასე იყო ყველაფერი მე და რომ იყოს ისტორიის გაყალბება ეს ყველა ცუდი და რომ შესწავლა მომივიდა და დამხოლ ეს ყველაფერი უფრო განელეს უფრო და გამოვაგზავნა ტაძრისკენ თუ ჯერ არ ჩანს
არა, მაგი იწერებო, წერ უკვე და მე ვფიქრობ, რომ მოაწევს გამოიწვია. ტაძრისკენ მიდის თუ ისევ არაფრისკენ მიდის. მე უფრო ამას გზა რომელიც რეგიონიდან არის, რომელიც არ მიდის ტაძრისკენს გზა არაფრისკენ. არაფრისკენ კი, ეს არაფრისკენ. გზა რომელიც არ მიდის სიკეთისკენ, გზა რომელიც არ მიდის სიყვარულისკენ, გზა რომელიც არ მიდის ურთიერთ გაწანისკენ, ის გზა არაფრისკენ, ის ჩვენ არაფერს არ მოგვიტანს და ბოლოშიც მაგასაც იმას ვიწყებ, ეს ყველაფერი რაც ნახე და რაც ვიცი და რაც გამიცადე, აი რა მოგვიტანა და რას მოგვიტანს თქვა თუ ჩვენ ის ძველი სიყვარულს არ დავიბრუნებ. რაც გქონდა ყოველთვის. კი ბატონო. Se rodistis velodot am მეორე ნაწილი. ჯერ არ. ეს უზარ 2011 წლიდან ეწევით საქმე-მოქმედო საქმიანობას. ძალიან მასშტაბურს ხომ? ბაზა რუსთავია, მაგრამ პრინციპში მთელი საქართველო მოიცავს. მთელი საქართველოს მასშტაბით, პედაგოგებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მთელი საქართველოს მასშტაბით. კი და ძალიან შთამბეჭდავი ციფრებია, მე როგორც ვიცი. ეხლაც მაგნიზდი ჩამოგძანდით თუ ეს ერთ-ერთი მიზანი იყო. აი რუსთავში ვიცი 25-ში ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება. კარგი დამაზი იყო და რა თქმა უნდა ეს იყო ჩემი მორიგი დაჯილდოება, დავაჯილდოება ღვაწლმოსილი ძალიან კარგი პედაგოგი. თანხით დავაჯილდოება სული ლექსით გვიდგა ასეთი ღონისძიებები ტარდება, იყო ლექსებზე ახლა ახალგაზრდა პატრონ მხატვრები, ახალგაზრდები ამოვარჩიეთ. ხუთი ბავშვი, რომელსაც გადავეცით ფულადი ჯილდოები. ადრომდე თუ საჩუქრები ვიყიდო და მოთხარი არა, მე ფულს მივცემდა თვითონ მე რატომ შეგვიძლია ხო? ასე გადავცემთ ფულად ჯილდოებს. უკვე რამდენი უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დავაჯილდოე, ძალიან ბევრი. ბედნიერება გახარებული ბავშვების სახით დამახარებული ბავშვები ეს ყველაფერი და ახლა მაინც პედაგოგები ჩემთვის სკოლა და პედაგოგი ძალიან ბევრს ნიშნავდა. ერთ-ერთი უნიშნელოვანესია და მე ის მომავალი აბარია რომ მინდა რომ განსაკუთრებით იმ პედაგოგებმა რომელიც წელი ცხოვრება იმუშავეს მართლა პატრიოტიზმს შესწირეს თავი და მე ხარ პენსიაზე არიან და უჭირთ და სამწუხაროდ არანარგონოს შემთხვევაში მათზე და მინდა რომ თუნდაც ერთი დღე გავულამაზოთ, თუნდაც ერთი დღე რაღაც პატარა თანხით დავეხმარო რომ ყურადღება უმთავრესია. ყურადღება აბა ყურადღება და დაფასება ამ ადამიანების სამფას თაობები ყავთ გაზრდილი. ეხლა ვიდეოს ნახავთ. წლევანდელი დაჯილდოებიდან რუსთავის მეხუთე სკოლა თუ რა. რუსთავის მეხუთე სკოლა აკეთებს ორგანიზებას კალბატონი მარიკა შარიკაძე რამდენი წლების განმავლობაში და ძალიან კარგი სკოლა და მართლა ბედნიერია რომ ამ ადამიანებთან საქმეა კი.
ძალა ის რაც ამას შეგაძლებინებს. ეხლა რიტორიკული კითხვაა, მაგრამ ამ შეგან მინდა მოვისმინო. იმიტომ რომ ეხლა უცხოეთში ადაპტირება იქ ფეხის მოკიდება, ხელა ოჯახის გაძღოლა, ხო ეს თავისთავად მძიმეა და კიდე ასე მასშტაბურად ფიქრი ქვეყნის საჭიროებებზე, სხვა ადამიანებებზე, აქ დარჩენილებზე, რა ძალაა ის, რაც ამას შეგაძლებს. ყველაფერი ის, რაც მე გავიარე, ამ დროზე ვარ სიკვდილით გადარჩენილი, ძალიან სერიოზულად. ყველაფერი ამის მერე მე რო დავფიქრე, მივხვდა, როცა გამიჭირდა, როცა მიჭერდნენ და არ მოშობოდნენ, ყველაზე მეტად დამეძინენ გვერდში ის ადამიანები, ვისაც კი დავეხმარე პატივიც, მაგრამ ნაკლებად ველოდი იმათგან და ვისგანაც ველოდი ყველა მიმართვა შეიძლება ითქვას და მივხვდი რომ ყველაზე მთავარი არის ელემენტარული უბრალოდ სიკეთე. რაც ახლა მე მეუღლეც მადლობა მოგწეს ისე ჩემთან რომ არასდროს არ ვთქვი პირიქით ეხლა ხანახან ისე ხოლმე უკვე მევეცხოვ გამანები. თავი კაცო ის არ დაგავიწყეს ეს არ დაგავიწყეს ამაცადი კაცო ხო ვის რა შემიცი. თან ხარ რაც შემოგლის ახლა საშუალო ნორმალური ხელფასები გვაქვს რაც შემოგლის თვითონ თემდე რაც ყოფნის იმას ხარდავთ რაც შეიძლება მთლიანად გვერდზე არაფერს არ ავიღებ მთლიანად მიდის ქველმოქმედებაში. და ყველა ზოგი მეუბნება გადადე რაზე გადავდო ფული დავდო რისთვის სიბერეში მადლობა გქონს კარგი შვილები მყავს მადლობა გქონს ბევრი მეგობარი ყავს და პენსია მექნება და ამას გერმანული პენსია საქართველოში კი მეყობა და ახლა დიდი მოთხოვნილებები არ მაქვს მე ბედნიერი მითავარ რომ ჩემს გარშემო იქნება ხალხი ბედნიერი. სამი წლის წინ გამოცემული ლექსების კრებული დამიხატე საქართველოში სახელწოდება ერთხელ დღეს და ეს ლექსი რომელიც შედის კრებულში ქალიშვილს უძღვენი თქვენს უნიჭიერეს უმშვენიერეს ნათიას რომელმაც წინვალად გააფორმა თავისი ნახატებით ეს წიგნი და ძალიან თამდაბლობს ამას რომ მხატვარი არ ვარ ჩემი ჰობიაა მაგრამ ბევრი პროფესიონალ მხატვარს მისცემდა ფორას არაჩვეულებრივი წიგნი უკვე თქვენი მეექვსე წიგნი იყო ეს და ახლა მომავალში ხომ არ გეგმავთ ახლა ისეთი ლექსებია კრებულში რომ ამის დამწერი კალამს ვერ დადებს როგორც იტყვიან და ვერ გააშუქებს. მაგრამ შემდეგი წიგნი მაინც მე ვფიქრობ რომ იქნება ეს ზარაფერს კი მაგის გაგრძელება. იმის გაგრძელება კი. ეს წიგნი კიდე რატომ ნახეს მე ვთქვი დამიხატა მე საქართველოს ნახატავს და სხვადასხვას უხატავდა მე რომ ვთქვი ხოლმე ხანახანს ეს მამა ხო იცით და მაგრამ წინვალით არის წიგნი გაფორმებული. დიდებული ცეცხლისფერი წიქარა დამიხატა ესეთი აი ძალიან ესეთი ეს როგორ გაზარდა გერმანიაში ეს როგორია ასე დაინახა დამიხატა საქართველოს მეთქი ეგ დამიხატა და რთული დავალება კი არა დამიხატა ასე გარო წიქარა და იმიტომაც დავორქი მაგას მე დამიხატა იმიტომ რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს თვითონ ეს დიალოგიც მამა-შვილს შორის და ეს თანამშრომლობაც ასე რომ ველით მოუთმენლად შემდეგ კრებულებს კი ბატონო აი ეს კრებული სამშობლოს მონატრების ტკივილიანის ტრიქონებით დაასრულეთ აი ეს ლექსიც ძალიან ისეთია რომ ვერ ვიწყებ ადამიანი მე ბოლო ტაებს წავიკითხავ თქვენი ნებართით შენ ისი შორი ძილშიც მაბოდებს ამ სიზმრის ბოლო არა დაარჩანს რას ვუდგევარ დროა გავრბოდე იქ სადაც ცელქი ბავშვობა დარჩა გამოჩნდა სიზმრის ბოლო თუ ჯერ ვერაჯიმი კი გამოჩნდა რა თქმა უნდა მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ამ მომავალზე ამიტომ ის მე აუცილებლად ვბრუნდები და გერმანიაში რაც შემიძლია მის მაქსიმუმი გავაკეთე ახლა ადამიანის მისია რა არის აკეთო იმსახურებს შენს ქვეყანას როგორც შეიძლება მე იქ უფრო შევძელი სამსახური იქ უფრო შემეძლო კეთება დიასპორა და საერთაშორისო გამოფენებზე გამოდიოდი საქართველოს სახელით ჩვენი ძალები ღონისძიებებს ვაკეთებ ძალიან ბევრი გერმანელი შევაყვარე ძალიან ბევრი გერმანელი მართლმადიდებელი გახდა წარმომიდგენია კი არა არ ვიცი ისე უყურე ზოგმა ერთმა გვარიც გადაიკეთა ქართული და ქართულობა მინდა ეს არის მაგრამ უკვე უგზნობ რომ კინოზე მის ვეღარ ვაკეთებ რაც გავაკეთებ და იქნება აქ პროგრამოვადგე ახლა ვფიქრობ ჩემ ქვეყანას რაც არის გენეტრება ეს ყველაფერი გენეტრება რა თქმა უნდა როგორ არის საქმე ბინა რაღაცა არაფერი არ გამომბარდა სუსიკით და არც მე არ მიფიქრე არც ბინის ყიდვაზე არც არაფერი მართლა ესე ვიღებ 28 წელი გერმანიაში ვცხოვრობ ძალიან მათახებმა გაიარა ჩემ ხელში ახლა როგორც ჟურნალისტის როგორც ხელოვანის როგორც ახლა მუშაობდი
ყოველთვის, მაგრამ არ გადაგვიდია, არ დავდობ. ზოგი მეუბნება რო ჩამოყარ, ვიცხოვრებ ქირით, არა მაქვს პრობლემა. მე ხო ვიცხოვრებ და იმ პენსიიდან რაც მექნება, ისევ გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებ და ისევ ხალხს დავეხმარები და არც მე ამაში ხედავ ბედნიერება, ზოგი სხვა რამეში ხედავს. მე ამაში ვიყო ჩემი შინაგანი სულერის მშვიდები, ესე კარგად ვგნო თავს, სულ არ მადამდებს, ის რა არაფერი არ მაქვს. რასაც გასცემ შემია. ძალიან კარგად ვგნო თავს. მეუღლეს ასეთი შეხვდა, ის მაგით არასდროს ამ თემაზე არ ვკამათობ. თქვენ სხვაგვარი ვერ იქნებოდით. ასეთი ვერ იქნებოდით ის რო სხვაგვარი ყოფილიყო. გარეშე და შვილების გარეშე და ოჯახმაც არ შეგეწყო ხელი, ეგ არც არ ყოფილა ფული არ მქონია, უშევარ ყოფილა. ან მეუღლეს მოუწია, ამ საქმეში საფინანსო ფული ან შვილებს მოუწია. ეს არის ოჯახი ამას ქვია ჩემი კარგო. და აი თქვენ უფრო გვიან ჩამოხვედით, ისეთი გრანდიოზული ზეიმი იყო ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში, გული კარგი ნათდებოდა. და რაღაცა იმედი ჩნდებოდა, რომ მაინც გადარჩება. გადარჩება, მაგრამ ეს გვენახია ჩვენ და ეს წინა რომის იმპერია დაეცა და ძალიან ტკივილებული, მაგრამ ჩვენ გადავრჩით ღმერთით, ღვთისმშობლის წილხვედრია, სხვა რო არაფერი. და ერთი ესეთი კითხვა, ვიცი, კითხო შვილები დასაპირებდი. იქ გაიზარდნენ, იქ დაფუძნდნენ. მე რატომ მინდა კიდე წამოსვარ, ფუძე არ მოუწყვეტა, რომ შვილები რომ ჩამოვლენ. შვილები უზომოდ ქართველები არიან, ნათიაკი ნახეთ და ისიც ვიცნობდა და ბექა თანახლა ძალიან წარმატებულია გერმანიაში. არის გერმანიის მსახიობთა კავშირის პროკავშირების გამგეობის წევრი. ეს 23 წლის ბიჭი თვითონ იძახს ამოსული ხალხი და ყველა ამას ეკითხებენ ბერლინალია თუ რაც არის ბეკა ერთ-ერთი ორგანიზატორია და ბევრ საქმეს აკეთებს და არის ლექტორი ორ თეატრალურ ინსტიტუტში არის კიდევ ლექტორი თეატრში თამაშობდა ხო თეატრიდან გამოვიდა იმიტომ რომ ვეღარ ასრულებს რაღაცა რეპეტიციებიან ახლა მაგალითად იქ პოლიტიკოსები სამდიდან შეხვედრაზე ვერ მიდის იმიტომ რომ მუშაობს ახლა უნდა ცოტა პოლიტიკასაც მაკუთხითაც უნდა წასვლა ხო ძალიან ბევრ ფილმებში იღებენ ძალიან ბევრ როგორც არ მარტო გერმანულში არამედ ამერიკულში ესპანურში რა Netflix-ზე გადის მაგის ისინი და ხო რთული ახლა იმას უთხრა დატოვა ეს ყველაფერი და წამოდი ხო თავარი არის ქართველობს და ქართველია და რა ყველა მიცის რომ ქართველია მაინც ქართველებს რა თქმა უნდა ასეა გოგოც და თავის დროს მე ფიქრობ ეგენს სამურა თავისას ისას მიწის ძახილი თავისას აკეთებენ. მე ვფიქრობ სამურა. ბეკა მისის კი ფიქრა შესწავლაზე და შეიძლება აქაც მე რაღაცნაირად წამოვიდეს ლექსებს აიგდოს. ახლა კითხულობს ლექსებს. ძალიან ჭკვიანია, ძალიან იცი და ძალიან დალაგებულა. ხელოვნების დარგებში, სახელოვნების დარგებში. სხვა ძალიან ლექსებს აწერს. მაგრამ გერმანულად. მაგის ლექსი შევიდა გერმანულ ენოვანი პოეზიის რჩეულ ნაწარმოებთა ანთოლოგიაში და მაშინ იყო ბეკა 17 წლის. წერს კარგად. მე ქართულად დაიწყო წერა, მაგრამ მე ვთხრა ბეკა არ გაანებდა, ისო გერმანულად დაწერა. ციფრს არა აქვს. ლექსი კიდე ცოტა ისეთი ხატოვანი უნდა. სხვანაირი. ვიქნებ თანდათანობით გამომუშავებული. ეგ კი რა თქმა უნდა, ამ ცოტას არა. მას ხეწერა როგორც შეიძლება უკეთესად ისე წერა მე ვთხრა. როგორ შეწერება ის? შვილსაც ესეთი ბეკა ელაპარაკება გერმანულად, მეუღლე ელაპარაკება და ქართულად. იმიტომ რომ ბეკა ისიც კაი ქართული, მაგრამ ისეთი კაი არა, როგორც ბავშვი უნდა ასწავლოს, რა თქმა უნდა, მეუღლე ზოგადად იცით მეც ორენოვანი შვილი მყავს, იმიტომ რომ მამა ბრიტანელი დედაქდა ფსიქოლოგს დაელაპარაკნენ ეს ბავშვი რომ გარდა რა გავაკეთოთ ახლა გინდა არ გინდა ზოგი და ორი სამშობლო აღარა როცა მამა ეს სიმდიდრეა და მის მახსოვს ახლა გამიჯარდებიან ამაზე რომ ლაპარაკობ პატარა იყო და არც სტუმრად და ვიღაცა წაადგინა ეს ბავშვი 2 თუ 3 წლის არის რომ ესო ნახევარი ინგლისელია ნახევარი ქართული გაგიშდება რას ქვია ნახევარი მე მთელი ქართველი ვარ და მთელი ინგლისელი პროცესი საოცრად უყვარს ინგლისის ისტორია, დღევანდელი კულტურა და არანაკლებად საქართველოს აზია მოვლილი აქვს მთელი აქ რო ჩამოვა ისტორიული ძეგლები ამასაც წავიდეთ აბარავნა. ასე რომ და რა გითხრა იცი ფსიქოლოგმა ერთი ადამიანი ერთ ენაზე ელაპარაკოს. ანუ ან დედა ერთ ენაზე, ან მამა რომელზე არ აქვს მნიშვნელობა, რომ არ აირიოს ბავშვი, ისე მარტივად ისწავლა.
კი არა, ეხლა მგონი პოლიგლოტი გაგვეხდა, ინგლისური ქართული, ინგლისური ჩემიაო და რაღაცა უცხოენა ცხონდა ვისწავლე ვოკალზე და ეს იტალიური ბატონო. ეხლა კიდე რაღაცა გერმანულს ვცდილობს. მე თურქული აიჩემეს და რა ვიცი. მაგრამ აი როცა ბავშვი ხა გერმანიაში დაიბადა, გაიზარდა, რა თქმა უნდა, იმან ქართული უნდა იცოდეს, ქართულია, მაგრამ გერმანულიც უნდა იცოდეს, ხო? ამიტომ აი ძალიან იბლება თურმე ბავშვი, როცა ორივე დედა და მამა ორივე ენაზე ელაპარაკება და აი ერთი უნდა ერთ ენაზე ელაპარაკოს, მეორეზე და ისე ძალიან მარტივად მე მახსოვს ჩვენ აი ებრაელების უბანში მეთქი რო გითხარით 60 ენაზე ვლაპარაკობთ ჩვენი საურთიერთობო სომხურიც ვიცოდი რუსული თავისთავად ქართული იმათაც იცოდნენ ესენები და ბავშვები ძალიან მარტივად ღრუბელივით ისრუტავენ ამ ყველაფერს კი ბავშვები 4 ენა შეუძლია ისწავლოს ძალიან მარტივად კი აი ეს პრაქტიკაში ვითომეთ ეს ასე რომ ღმერთმა ხელი მოგიმართე ჩემო ჯიმი ძალიან მიხარე რომ გადაგიწყვეტია ჩამოსვლა იმიტომ მე ვიცი რომ სულით გულით ფესვებით ყველაფრით იქ რო ხარ იქაც საქართველოში ხარ ის საქართველოს ცოცხლო საქართველოს და ის გერმანიაც ადგაგექცევა წახვალ როცა გაგეხარდება ისიც შენია პრინციპში ხა 30 წელს რო გაატარებ ქვეყანაში ის ან გიყვარს და ან ვერ გაჩერდები ხო მართალია რაც არ უნდა თქვა არ ჩამოგესულებოდეს მაგრამ რატო ის ჩამოესულება თუ არა შენ რომელიც სიზრი გაიღე ამ ქვეყნისთვის და რა ვიცი მთელი არსებით ემსახურე ასე რომ დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის უღმესი მადლობა იმ შენი ცხოვრებისთვის ქვეყნისთვის შეწირული აი მართლა დანის პირზე სიარული სხვა არაფერი მომდის თავში პლუს უფაქიზესი ლირიკა მელექსით შემთხვევით არ დავიწყე ახლა შენი პატარა თხელი კრებული ბაჭია სტუდენტობაში და ვიფიქრე ეს ადამიანი როგორ წავიდა ომში საშინელებაში რა აი რაღაცა როცა მამაკაცი ხა ქართველი ესეც გასაგებია მაგრამ ძალიან რთულია და ძალიან დიდი საქმეა და იმ ლირიკასაც რომ ართმობ შულებიც ასე გაზარდე ეს არის ქვეყნის გადარჩენა ეს არის ქვეყნის მომავალი მე ასე მგონია უგმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის და დიდი წარმატებები და სიკეთე შენს ოჯახს იმიტომ რომ ოჯახი არის დრიტა ერი საფუძველი კარგად იცი შენ არა ყველა რომ თავად მაგის გარეშე ადამიანი შვილებსაც მაგას ვასწავლ როგორც იქნება ოჯახი ისეთ იქნება მე შენი სამყარო ოჯახი ყველგან თავად ფრანგებს არ ეშლებათ ეძებეთ ქალიო დააშავებს ეძებეთ ქალი წარმატებას მიაღწევს მამაკაცის არ ნიშნავს რომ თლიანად მისი დამსახურება მაგრამ თუ ის არ გიდგას გვერდით რა თქმა უნდა გამორიცხულია დიდი მადლობა თქვენ და დღევანდელი საუბრისთვის და ძალიან ბედნიერ მომავალს უსურვებთ თქვენს ოჯახს და ჩვენ საქართველოს უმრავლოს ასეთი ოჯახები და ასეთი მეციხოვნენი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო ძმებთან უმაურებლებო